დღეს მე მოგიყვები UFC-ს ყველაზე მაგარ ამბებს. ილია თოფურიას მიმართვა ისლამ მახაჩევს. ასევე მოკრივის გამოწვევა ილიას. და რას ამბობს შონ ომალი მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანზე. უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგაუწყდეს არხის გამოწერა. ილია თოფურიას გზავნილი. ისლამ მახაჩევი და თეთრი სახლის ტურნირის ჰედლაინი. ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ის არ გავს ისლამ მახაჩევის არც ერთ ყოფილ მეტოქეს UFC-ში. ყველა მითის, რომ ეს ის ბრძოლაა, რომელსაც ყველა ელოდება. და რატომღაც ის მას არ თანხმდება. შემდეგ კი ზედმეტებს ლაპარაკობს. ძალიან ადვილია ათასობით კილომეტრის დაშორებით მსჯელობა და ჩემი კრიტიკა. მაგრამ როდესაც ოქტაგონზე შენთან ერთად აღმოჩნდები, მიხვდები, რომ მე არ ვარ ჯეკ დილა მადალენა, არ ვარ დენ ჰუკერი და არც ის ბიჭები, რომლებსაც აქამდე შეხვედრილ ხარ. მე სრულიად სხვა რამე ვარ. და როდესაც ჩემი მარჯვენა ხელი შეგეხება, ნახავ, რომ ძალიან ხანგრძლივი ძილი გელოდება. პარალელურად UFC-მ გამოუქვეყნა გამოკითხვა და კითხა ფანებს თუ ისი სურებდნენ UFC თეთრი სახლის ღონისძიებაზე. ჰედლაინერად ხალხმა ილია თოფურია აირჩია. თემას გამოეხმაურა PFL-ის ჩემპიონი ვადიმ ნემკოვი, რომელიც ჯერ არ არის მზად უსმან ნურმაგომედოვს მსოფლიოს უძლიერესი მსუბუქწონოსანი უწოდოს. უსმანმა მაღალი კლასი აჩვენა. ილია თოფურიას UFC-ის ქამრის გათვალისწინებით არის უსმანი საუკეთესო მსუბუქწონოსანი მსოფლიოში? ის თუ ვინ არის საუკეთესო, ამას მხოლოდ მათი ბრძოლა აჩვენებს. ამიტომ ვერ ვიტყვით ვინ არის მათ შორის უფრო ძლიერი. ბოლოს თოფურია მათ ძალიან ბევრი სახელოვანი მებრძოლი დაამარცხა და ილიას ოპონენტები უფრო ძლიერებიც იყვნენ. შაკურ სტივენსონი ილია თოფურიას კრივში იწვევს. მოკრივე შაკურ სტივენსონი ილია თოფურიას კრივის რინგზე შეხვედრას სთავაზობს. ოსტატობის დონე შედარებადაც კი აღერს. გადაეცით მას, რომ მოვიდეს და მებრძოლოს. ამ ყველაფერს UFC-ის მებრძოლი ხუაკინ ბაკლი გამოეხმაურა. შებრძო, შეწყვიტეთ ჩვენი უპატივცემულობა. ჩვენ თქვენზე ბევრად სანახაობრივები ვართ. ქუჩაში რომ შევხვედრილიყავით მოგკლავდი. შონ ომალი მერაბ დვალიშვილზე და პიოტრ იანზე. რაში სჭირდება იანს დვალიშვილი თუ ვარსებობ მე? მე ხომ საშინელი მოჭიდავე ვარ, განაცხადა ომალი. აზრი იმის შესახებ, რომ პიოტრ იანი ოპერაციის შემდეგ დაბრუნდება და მერაბს ეჩხუბება, მაღეზიანებს. ის აპირებს წელს, ზურგზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ დვალიშვილთან ჩხუბს, ეს საშინელ შეცდომა ჟღერს. მე არ ვაპირებ იანთან ჭიდაობას. რაში სჭირდება მას მერაბი, როცა მე ვარ? მე ხომ საშინელი მოჭიდავე ვარ. თქვა ომალიმ თავის YouTube არხზე. ისლამ მახაჩევი, დამატებითი სიახლეები. ისლამ მახაჩევი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა და აჩუქა ხელთათმანები, რომლითაც მან ჯეკ დილა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონაში ჩემპიონი გახდა. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო ისლამ მახაჩევის მასპინძლობა. ხელთათმანები, რომლებიც მან მაჩუქა, მისი ბოლო ბრძოლიდანაა, როდესაც ის ორგზის ჩემპიონი და ლიგის საუკეთესო მებრძოლი გახდა. მე ვუსურვე ისლამს გამარჯვებების გაგრძელება და ყველაზე სანუკვარი ოცნებების ახდენა, როგორც რინგზე, ისე ცხოვრებაში. ხუაკინ ბაკლი ძალიან უკმაყოფილოა თავისი დივიზიონის აქტივობით. ისლამი რესლინგ ბოლს თამაშობს, პრატესი ერთობა და კლუბებში აჯაზებს. მორალესი თვერქაობს, მადალენა ვერ მოსულიერდა ოჯახური ძალადობისგან. აქ ის იგულისხმა, რომ ისლამი ავიდა მის დივიზიონში და გაანადგურა. ლეონი ისევ უგზო-უკლოდ დაკარგულია. ბელალი საჭმლის გაყიდვას ცდილობს. იენგარი კუთხიდან უყურებს. აქ სავარაუდოდ იენგარის ცოლი იგულისხმა სხვა კაცებთან ერთად. ბაკლის ჩხუბის სურს და ეძებს ოპონენტს. შენი აზრით ვინ უნდა იყოს ბაკლის შემდეგი ოპონენტი? ასევე მნიშვნელოვანი მოვლენები და თეთრი სახლის ტურნირი. დენა უაითი ამბობს, ეს ტურნირი რეკორდებს მოხსნის. დენა უაითი დარწმუნებულია, რომ თეთრ სახში დაგეგმილი ქარდი UFC-ის ისტორიაში ნახვების ყველა რეკორდს მოხსნის. ჩვენი აზრით ეს იქნება UFC-ის ყველა დროის ყველაზე ნახვადი ღონისძიება. ეს გახდება ყველაზე უნიკალური და გასაოცარი ღამე ჩვენს კარიერაში. უაითმა ასევე დაადასტურა, რომ ამ უქმეებზე ყველა ბრძოლა ოფიციალურად დამტკიცდება. ხვალ გაიმართება მატჩმეიკინგის შეხვედრა თეთრი სახლის ტურნირისთვის. მიკ მეინარდი სპეციალურად ამისთვის ჩამოდის. ამ უქმეებზე ყველა ბრძოლა ოფიციალური იქნება. ტომას პინალს ორივე თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა. ოქტომბერში UFC 321-ზე სირილ გათან ბრძოლისას მიღებული თვალის სერიოზული ტრავმიდან თითქმის 4 თვის შემდეგ ტომას პინალი კვლავ ცდილობს მხედველობის სრულად აღდგენას. ბრძოლა არ შემდგარად გამოცხადდა, თუმცა ბრიტანელისთვის ეს სერიოზულ გართულებაში გადაიზარდა. თებერვალში მან დაადასტურა, რომ ქირურგიული ჩარევა ორივე თვალზე დასჭირდა. კლინიკა ოპტეგრას სამედიცინო გუნდის განცხადებით, ჩემპიონი დაბრუნებაზე მუშაობს, რაც სავარაუდოდ განთან ყისიერ რევანშს გამოიწვევს. ასპინალმა განაცხადა, რომ ფრანგ მეტოქეს არაკეთილსინდისიერი ქმედებისთვის გადაახტევინებს საფასურს. მოკაევს UFC-სგან შეთავაზება მიუვიდა. მუჰამედ მოკაევს ინგლისის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ შესაძლოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ჰქონდეს. ამჯერად UFC BJJ-ის ქამრისთვის, მაიკი მუსუმეჩის წინააღმდეგ. თავად მებრძოლმა დაადასტურა, რომ მიიღო შეთავაზება UFC-სგან და ახლა მხარეები კონტრაქტს განიხილავენ. რას ფიქრობს, ჭირდება UFC-ის მოკაევი? მე მგონი არა. ისრაელ ადესანია კარიერის დასრულებაზე. ისრაელ ადესანიამ აღნიშნა, რომ შესაძლოა კარიერა უკვე მომდევნო წელს
წელს დაასრულოს. 2027 წლის იქით ვეღარ ვხედავ. ახლა ასე შორს არ ვიყურები, მაგრამ ხანდახან თვალს ვახებ. უბრალოდ ვიცი, რომ კარიერის დასკვნით ეტაპზე ვარ. ფინიშის ხაზს ვხედავ. ის ადრეც მინახავს, მაგრამ ახლა უფრო ახლოსაა. ჯეკ დელა მადალენა, კარლოს პრატესი. ჭორების თანახმად, ჯეკ დელა მადალენას და კარლოს პრატესის ბრძოლა UFC 327-თვის მუშადება. ტურნირი 11 აპრილს მაიამიში, გასეია ცენტრში გაიმართება. ჯეიკ პოლი სომხეთში ჩავიდა. ჯეიკ პოლი სომხეთში ჩაფრინდა, სადაც მას არმან ცარუკიანი და მიხაილ ლიტვინი დახვდნენ. ლიტვინი რუსეთში ცნობილი ინფლუენსერია. ჩარლზ ოლივეირა მაქს ჰოლოვეისთან რევანშზე. ჩარლზ ოლივეირა აცხადებს, რომ პირველი ბრძოლიდან დღემდე ძალიან გაიზარდა. იმ ბრძოლიდან ამ ბრძოლამდე ძალიან ძლიერად განვითარდი. მაშინ სულ პატარა ბიჭი ვიყავი. დღეს მე ლომი ვარ ლომთა შორის. ასე რომ ეს სრულიად სხვადასხვა რამ არის. ჟორჟ სენ-პიერმა განაცხადა: მე მომწონს წასვლა, მაგრამ ვაღმერთებ დაბრუნებას. აქ სავარაუდოდ ხაბიბ ნურმაგომედოვთან ჭიდაობა იგულისხმა. ალი აბდელაზიზი ამბობს: ხანდახან ცხოვრებაში ხვდები ადამიანებს, რომლებზეც ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ისინი შენ ცხოვრებას ამოატრიალებდნენ. მე მიყვარს ჩემი ძმები კავკასიის პატარა მთებიდან, ღირსების, ღირსეულობის და რწმენის კაცები. ჯო როგანმა ერთხელ ეპშტეინის კუნძულზე მიწვევა უარყო. თავის პოდკასტში როგანმა მოყვა, რომ ყოფილმა სტუმარმა ლოურენს კრაუსმა მას ეპშტეინის გაცნობა შესთავაზა. მას შემდეგ რაც დაგუგლა თუ ვინ იყო, მან კრაუსს უპასუხა: რა იდიოტობას ბოდავ. ერთ-ერთ MMA-ის ბრძოლაში მებრძოლმა ყური მოაჭამა თავის ოპონენტს. ძალიან ბევრს ტაისონი გაგახსენდებათ, მაგრამ აქ სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მებრძოლი მთლიანმა არენამ ცემატყებით გააცილა. Ale to tady Palihari opravdu svého soupeře pokousal. აი კიდევ ერთი გიჟური შემთხვევა. მებრძოლის მიმართ უპატივცემულობა. საჯის მყისიერი რეაქცია ქულის დაკლება იყო. ჩემი აზრით ასეთი მებრძოლი უბრალოდ უნდა მოხსნა და აღარასდროს დაუშვა ოქტაგონში. Stop! Stop! Stay! Stay! Stop! Come! 1 point! 1 point! Did you hear the city? 1 point! We're not gonna hump him down. ამ ვიდეოში ჯონ ჯონსი საუბრობს, რომ მისი საყვარელი მებრძოლი ამჟამად ილია თოფურია. Do you have a favorite fighter to watch? My favorite fighter to watch, it's always been Anderson Silva. He's unbelievable. Right now, I would say Ilya. He really gets me excited. He's just dynamite. There's rumors he will return to headline the White House with Justin Gaethje. How crazy would that be? Sorry, Gaethje. არ დაგაუწყდეს არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება.